კადრები, რომელიც პირველებმა რამდენიმე წუთის წინ რიყის დოქებთან გადაიღო, კარგად ჩანს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს დემონტაჟი, აქ მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც უწყვეტი სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ცნობილია, რიყის დოქების დემონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. ანა ბიბილაშვილმა გაასაჩივრა მერიაში ეს გადაწყვეტილება და მოითხოვა, რომ შეწყდეს დემონტაჟი, თუმცა ამ დრომდე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ადგილზე, არანაირი შეჩერება ამ სამუშაოების არ მომხდარა. არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი პირველებთან საუბრისას განმარტავს, რომ ეს არის შენობა ნაგებობა, რომელიც ბიუჯეტს 75 მილიონი დაუჯდა, შესაბამისად მისი განმარტებით დეტალურად უნდა მომხდარიყო. ყველაფრის შესწავლა საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალურად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება რიყის დოქების დემონტაჟის შემდეგ. ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, აქ აშენდება სასტუმრო თუ აშენდება კორპუსი, შესაბამისად ახლა საზოგადოებაც, პოლიტიკოსებიც და მათ შორის არქიტექტორებიც ითხოვენ დეტალურ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება რიყის დოქების დემონტაჟი, შესწავლილია თუ არა დეტალურად შენობის სიმყარე, ასევე ის გარემოებები, თუ რატომ უნდა მოხდეს ამის დემონტაჟი. ანა ბიბილაშვილი განმარტავს, რომ საზოგადოებას დეტალურად უპირველეს ყოვლისა უნდა მიაწოდონ ის ინფორმაცია, თუ რატომ ხდება დემონტაჟი და რა აშენდება რიყის დოქების ნაცვლად რიყის პარკში. რიყის საკონცერტო დარბაზის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია დედაქალაქის მერიაში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში და გასაჩივრების საფუძველი არის ფაქტები, რომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეისწავლა ყველა გარემოება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს პოზიცია, რომ დემონტაჟის გადაწყვეტილებამდე აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს ამ ტერიტორიის განვითარების მომავალი. არ არსებობს არც ერთი კვლევა, არც ერთი დოკუმენტი, თუ რა მდგომარეობაშია შენობა ნაგებობა. რატომ არ არსებობდა შესაძლებლობა მისი ადაპტიური გამოყენების, რა ტექნიკური წინააღმდეგობები არსებობდა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება არქიტექტურული ობიექტის დემონტაჟის შესახებ, ისე რომ სამომავლო პერსპექტივა ტერიტორიის განსაზღვრული არ არის. ანა ბიბილაშვილის განმარტებით ამ დრომდე არ არსებობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაშია შენობა ნაგებობა, დემონტაჟის სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება ადგილზე. ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ საჩივარი არის იმის საფუძველი, რომ ადგილზე სამუშაოები შეწყდეს.